ban for Russia and ფინეთში ახლახან ქვეყანაში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენა აეკრძალათ. recently here in Finland. However, it has been ეს კანონი დიდი ხანია მზადდებოდა. ნებართვა უძრავი ქონების შესაძენად აღარ გაიცემა იმ პირებზე, რომელთა სახელმწიფოც არღვევს სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობას და რომელიც სახელმწიფოც წარმოადგენს საფრთხეს ფინეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. state of citizenship violates the independence of კანონის მიზანია გააძლიეროს ფინეთის უსაფრთხოება და ქვეყანა წინასწარ იყოს მზად ყველა სცენარისთვის, რომ რუსეთმა გავლენა არ იქონიოს ფინეთზე. constitutes as a threat. ეს მართლაც აჩვენებს, რომ ეროვნული უსაფრთხოება ქვეყნისთვის პრიორიტეტულია და მზადაა იმოქმედოს იმ ვითარებაში, თუ უძრავი ქონება გავლენის ინსტრუმენტად გადაიქცევა. used as a tool for influencing. So it has been already known for years that უკვე წლებია ცნობილია, რომ რუსეთის მოქალაქეები იძენდნენ უძრავ ქონებას სტრატეგიულ ან სხვა მნიშვნელოვან ადგილებში. მაგალითად აეროდრომებთან, ენერგეტიკულ ან სამხედრო ინფრასტრუქტურასთან, საზღვაო მარშრუტებთან ახლოს და ასე შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში მტრული განზრახვის დამტკიცება რთულია, სულ მცირე საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით, მაგრამ ვიცით, რომ საფრთხე მაინც არსებობს. ცხადია, ეს კანონმდებლობა დიდი ალბათობით დაფუძნებულია მნიშვნელოვანი მოცულობის სადაზვერვო ინფორმაციაზე, რომელიც საჯარო არ არის. ასევე ვიცით, რომ რუსებსა და მათ ქსელებს შეეძლოთ თავისუფლად შეეძინათ უძრავი ქონება ფინეთში. გარდა ამისა, სავარაუდოდ წლების განმავლობაში აქტიურად შლიდნენ კვალს, თუ ვის რა ეკუთვნის. ჰიბრიდული საფრთხეების სპექტრი მრავალფეროვანია და თუ რუსეთი გადაწყვეტს ფინეთთან ესკალაციას, ეს რა თქმა უნდა უფრო იოლი გახდება, რადგან არსებობს ქონება, რომელიც შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა ტიპის ოპერაციებისთვის, ინფორმაციით დაწყებული საბოტაჟამდე, ასე რომ პოტენციური საფრთხეების დიაპაზონი ფართოა. there's a wide range of potential threats.